დიდი მადლობა, მოგესალმებათ, ვანო ჯავახიშვილის შოუ. ამდენი წლის ვარ, რა არ მინახავს, მაგრამ ესეთი არაფერი გამიგია. რა გინდათ, ხალხო? შემეშვით, სულ გადაირიეთ, სულ გარეკეთ. თქვენ მოისმინეთ ხუმრობა ციკლიდან ხეს რომ ლაპარაკი შეეძლოს. ხოდი ძირფასო მეგობრებო, წუთიერი შრიალით პატივი მივაგოთ იმ 100 წლიან ხეს, რომელიც მოწყვიტეს სიხიზის. წუთიერი შრიალით. საკმარისი. როგორც ისიც, ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირიდან ხე ურეკში წაიღო. ნახოთ ეს ვიდეო, გავიხსენოთ, როგორ მიქროდა ჩვენი ხე ზღვაში. ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 100-ლოვანი ტიტა შავი ზღვის ტალღებს მიაპობს. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 19 საუკუნის ბოლოს საქართველოს ჩამოტანილი ნერგი საუკუნის შემდეგ საზღვაო კრუიზში აღმოჩნდებოდა. ხვალიდან ტიტა უკვე ყოფილი პრემიერის დენდროლოგიურ პარკში დაერგვება, თუმცა მანამდე ხე ციხისძირის მისადგომებთან იყო გაჭედილი. ბარჟამ, რომელსაც 650 ტონიანი მცენარე უნდა გადაეტანა, სიმძიმეს ვერ გაუძლო და ქვიშაში ჩაეფლო. სპეციალისტები რამდენიმე საბუქსირე გემთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ხის დაძვრას. ბიოჟამ გეზი ურეკისკენ დღის ბოლოს აიღო. მიხვდით, ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს რა დღეშია? 100 წლიანი ხეს თუ ემიგრაციაში წავიდოდა, აი მაგას ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად. სანამ ამ ხეს ზღვაში შეაცურებდნენ სანაპიროზე, ხე ქვიშაში ჩაჯდა და ვერ დაძრეს. ხედავთ, საწყალი ხე ბოლო წუთამდე ართმობდა მშობლიურ მიწას. მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხეს ხის ზღვაში შეცურება და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გემს დელფინები და ციყვები ერთად მიაცილებდნენ. აი ესეთი შემთხვევა არასოდეს არ დაფიქსირებულა. ისე 1-50 წლის შემდეგ ეს ხე ალბათ მემუარებსაც დაწერს. მოგზაურობა აჭარაგურიაში. ამ ფაქტზე ძალიან ბევრი საინტერესო და სასაცილო ვიდეო გავრცელდა, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ნახოთ ეს ვიდეო ყველამ ერთად. Отцу и Сыну и Святому Духу, ныне и присно, и во веки веков. აი ესეთი ვიდეო შემოგთავაზებთ. პრინციპში ბიძინამ თავისი ამ საქციელით ცოტა იმედი გააჩინა ხალხში. თვითონ ბიძინასაც ხომ ყარათ აქვს გადმული ფესვები პოლიტიკაში. ანუ მოთხრა და გადატანა შესაძლებელი ყოფილა თურმე. იმიტომ რომ იმ ხესაც ეგონა რომ 100 წელი კიდე იქნებოდა იქ, მაგრამ რა ვქნა და არ არის, წავიდა იქით. ხე ურეკის სანაპიროსთან მიიყვანეს, სადაც ბიძინა დახვდა 45 მეტრიანი პირსახოცით. მოახურა, ახლა ნაბანავები იქნები არ გამიცივდეო. თურმე ციხისძირიდან ნათესავმა ხეებმა ჩააკითხეს ურეკში. მაგრამ იმ ხეს უთქვავს, რომ მოსახდენი მოხდაო. და ვრჩებიო, წადით მომცილით აქედან და გამოუშვე ეს ხალხი. მინდა ცივილიზებულ სოფლიოს მივმართო. ამ ხის გემით გადატანა თუ ნახეთ, გთხოვთ 1-3 გემი მედიკამენტები გამოგვიგზავნეთ. იმიტომ რომ გიждდებით ხალხი უკვე გიждდებით, აბა ხე წყალში მიცურავდეს, ეგეთი არ галлюცინაცია გვაქვს, შიზოფრენია გვაქვს, რა გჭირს ხალხო? გამოუშვით წამლები. მიუხედავად ბიძინას ამ საქციელისა, ოცნების გარდამავალი თასი ამ კვირაში მაინც ჯაჭვრიანს გადაეცა. არა, არაფერი უთქვამს, მაგრამ ხო ფიქრობს. რა პრობლემაა? გადავიდეთ ცოტა სხვა თემაზე, დაუბრუნდებით ამ თემას ისევ. კარასინის მუქარაზე აბაშიძის უმოქმედობას უარყოფითი გამოხმაურება მოყვა.
აბაშიძემ თქვა რომ თქვა და თავი იმით იმართლა რომ როცა მაგ განცხადებას აკეთებდა კარასინო მე იქ არ ვიყავიო. თორეო საკადრის პასუხს გავცემდიო. აი შემაკანკალა რა მიხვდით ეხლა იქ რო ყოფილიყო რა იქნებოდა რასიზამდა ეს კაცი სხვათა შორის კარასინი რო გვემუქრებდა თურმე დაფეთებული სულ აქეთ იქით იყურებოდა აბაშიძემ არ მომისროს მაინც რო ამბობდა ამ განცხადებას მიხვდით ხო რა ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუჩნაშვილმა ამ თემაზე განაცხადა რომ კარასინის ბუქარაზე აბაშიძე არ უნდა წავაქესოთო მოთმინება და სიბრძნე ჯობიაო ბატონ ზაქარია ოკუპანტების მიმართ ეგეთი პოლიტიკა თუ გავაგრძელეთ, მალე ალბათ შეგვჭება მარტო მოთმინება, სიბრძნე, ოზურგეთი და ცხვიტორი. ესეთი მძიმე ხუმრობებიც გვაქვს. ისევ არისვენებს წამოწენების დიდოსტატი ბატონი გოგი თოფაძე, რომელმაც ამჯერად გითხრა რომ არ მინდაო ეხლა ჩემი ქვეყანა ნატოში ვიხილოთო, რადგან ნატო სამხედრო ბლოკიაო. და სწორიცაა, კაც რუსეთი ურჩევნია, რადგან რუსეთი ხო მშვიდობის მოყვარული ქვეყანა არის, მაგათ ხო ტანკებს თავები გადააჭრეს ეხლა. ხო და შიგ მიწა ჩაყარეს და ყვავილების ქოთნად იყენებენ. აქ დიახ. საქართველოს პროკურატურა უკვე 2 კვირაზე მეტი იძიებს ფარული ჩანაწერების საქმეს, მაგრამ ჯერ ქვეყანას კი ვერ დაადგინეს თუ საიდან აიტვირთა ეს ვიდეოები. ჩვენი გალაქტიკიდან რო არისო ატვირთული ეგ უეჭველი ვიცითო. ახლა ვიძიებთ იმ 8 პლანეტიდან რომელი პლანეტიდან არის ატვირთული, ალბათ რაღაცას მიაგნებენ. პროკურატურა ვერ ასახელეს იმ ქვეყანას. საიდანაც ვიდეოები აიტვირთა. განა ისეთი უსუსურია ჩვენი პროკურატურა რომ არ იცის და ვერ ასახელებს. უბრალოდ ისეთი უსუსურია რომ იცის და ვერ ასახელებს ქვეყანას. ელისო ილაძის განცხადებით ამ ფარული ვიდეოების გავრცელებაში ღარიბაშვილის ხელი ურევიო, ამბობს ეს ქალბატონი. ამავე დროს კი ქართული ოცნება ღარიბაშვილთან კონსულტაციებს მართავს და მის დაბრუნებას აპირებს, მაგრამ მათივე განცხადებით ჯერ უცნობია თუ რა ფორმით მიიღებს ღარიბაშვილი არჩევნებში მონაწილეობას. მე გეტყვით, რა ფორმით მიიღებს? მრგვალი და ბრტყელი ფორმით. მრგვალი და ბრტყელი ფორმით. მრგვალი და ბრტყელი. ამ თემაზე თამაზ ბეჭიაურმა უცნაური განცხადება გააკეთა ღარიბაშვილი ქართული ოცნებისთვის უფრო დიდი შენაძენია ვიდრე სხვა დანარჩენი პოლიტიკოსებიო ჩვენს გუნდშიო და დიდი მადლობა უთხრათ ბატონ ირაკლის ყველა იმ პასუხისგებლობისთვის რაც მან ბოლო დროს იტვირთაო თუ ატვირთაო ნუ ზუსტად თქვა ეს ფორმულირება არ მახსოვს მაგრამ რომელი კაცო ისე ასეთი დიდი შენაძენი თუა ეგ კაცი რაღაცო გაუშვით პარტიიდან კაცო. რაღაცო გაუშვით. თუ უბრალოდ არენდით იქნება ოპოზიციაში ალბათ. არენდით შეიძლება შეიძლება მოდიფიკაცია არის. ანუ ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება მოკლედ ამ ქვეყანაში რო ვაკვირდები ერთადერთი ვინც ერთობა ბიძინა ივანიშვილია თამაშზე იგონებს. რომ მუდმივად გართობის რეჟიმში იყოს. და ახლა ყველა სათამაში ხო მოიბეზრა და ნაგავში გადაგდებული სათამაშო მოიღო უკან. გასართობად. გახსოვთ ალბათ ბესელია კობახიძის წინააღმდეგ დაწყებული კოკაინის საქმე, ხო და ეს საქმე პროკურატურამ დახურა არასაკმარისი სამხილების არარსებობის გამო, რადგან ელისაშვილის მობილური და საოცრად გაქრა ყველა სამხილი. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ რა ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ ასე შეისრუტა პროკურატურამ კოკაინის საქმე. ისე რას ვერჩი პროკურატურას რამდენი საქმეა. დღე და ღამე ასწორებენ მუშაობაში. და რომელიღაცა საქმეზე ხო უნდა მისცემოდათ ეხლა თვალის მოხუჭვის საშუალება. მოხდა ეს. პროკურატურამ ასევე დახურა თინახიდაშელის მიერ საგარეჯო არჩევნების გაყალბების საქმეც. ამასთან დაკავშირებით ოცნების დეპუტატმა ხმალაძემ განაცხადა, რომ ეს საქმეო ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას გავდაო. მართალიცა ერთადერთი ვისაც შეუძლია ბნელ ოთახში შავი კატა დაინახოს, არის ბუ. და ბუ კიდე არაფერს იტყოდა, იმიტომ რომ კატის ქმარია. რა სიტყვა თუბატო. გახსოვთ, ძირფასო მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემაზე ექსკლუზიურად მე გთავაზობთ, არავინ არ იცის ჯერ, მე მაქვს, მე ვიცი. გახსოვთ ალბათ, გორის გამგებელს რომ სიმღერა მიუძღვნეს თანამშრომლებმა. ამჯერად გამგებლის ქება დიდება მარნეულში გადაინაცვლა. ნახოთ, როგორი სიმღერა მიუძღვნეს მარნეულის გამგებელს. ჩვენ სუბტიტრები მივაწერეთ, მაინც რომ წაიკითხოთ კარგად. ნახოთ.
რა ვქნა, თურმე ესქება ისიარესიამ უნდა გამგებელს, რომ გაბრაზებულ გულზე ეგრევე პირამიდების აგება ბრძანა მარნეულის ცენტრში. მე მგონი მარნეულის გამგეობაში არის ტრეფიკინგი, ჩვეულებრივად, ოღონდ პასპორტებს კი არ ართმევენ თანამშრომლებს, უბრალოდ ტვინებს ართმევენ და აღარ უბრუნებენ. ამ ვიდეოს რო უყურებდი, სირცხვილისგან ტანი მომეჭრა. ტანი იმიტომ რომ თავი გორის გამგებელს რომ უმღერეს, მაშინ მომეჭრა და ტანი მაქვს დარჩენილი მარტო. მოკლედ საქართველოში ახალი მუსიკალურ-მლიქვნელური რელიგია იდგავს ფესვებს, ეს არის გამგებლიზმი. გამგებლიზმი. რომელი რელიგია გამგებლიზმი? ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ზუგდიდის თეატრში. ზუგდიდის თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია და ნახოთ რა დაემართა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეს ვიდეო. ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ბადრი წერედიანი მუშაობდა ზევით იჯდა მაგიდასთან და სკამიანად ჩამოვარდა. რეჟისორი თავარი ჩამოვიوارდა ზევიდან. ჩამოვარდა, გაიბარდა და გავიდა 4 მეტრი და ხო ბეტონია, კინებია რა. ამაზე რა უნდა ვთქვა, მართლა არ ვიცი, შემიძლია მხოლოდ წაგიმღეროთ. თეთრიციდან ფიფკის ნაცვლა დირექტორი ცვიოდა. ასეთი მდგომარეობა გქონდა. სხვათა შორის ვიფასო მეგრო, ასეთი რამის თქვაც შეიძლება, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა თეატრში, როდესაც დეზდემონა ოტელომ კი არა, უბედურმა შემთხვევა მივსხვერპლა. რა უსამართლობა ხდება ჩვენს ქვეყანაში. შოთაძის პროკურატურამ გამოსაძიებლე საქმეები დახურა, თოფაძეც ნატო არ უნდა, აბაშიძე ქუცნაშვილი რუსეთს ეფერებიან და ამ დროს მიწა ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელს გუსკდება. აი ესეთი მდგომარეობა. და მოკლედ ფარულ ჩანაწერებზე ვერავინ დაიჭირეს, არჩევნების საქმე დახურეს, კოკაინის საქმეც დაიხურა, ხე წყალში მიცურავს. მე მგონი ახლა რო ვაკვირდები აი ხეს რო გავცქერი, მე მგონი ისეთი თქმა შემიძლია, ჩვენი ქვეყანა დასასრულს უახლოვდება. აი დასასრულს უახლოვდება და ასეთი კადრი წარმომიდგა წინ. ძვირფასო მეგობრებო, თუ შეიძლება ვნახოთ. ის დასასრული, რომელსაც to be continue არ ეწერება. არა. ეს შოუს დააფორმებს ბენდი, დამონალება ისიც ყველგან მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე. ძირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ გადაცემას. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან ცნობილი მხატვარი, გთხოვთ მივესალმოთ ლაშა გაბუნია. ბატონოვანო, როგორ ძანდებით? დიდი ხანი არ ყოფილიყარ ჩვენს გადაცემაში, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ნახატი დაგიგროვდათ. გაზაფხული დადგა ბატონოვანო, აყვავილდა ბუნება, აყვავილდა პოლიგონები, აყვავილდი მეც. აყვავილდი თქვენს. მოგია, ნამუშევრები რაღაცა საინტერესო უნდა იყოს. კი, კარგი რაღაცა გამომივიდა ბატონოვანო, მინდა გითხრათ. დავიწყებ თქვენის ნებართვით. შესავალი? დიახ, როგორც მოგესწრებათ, დავიწყებ თბილისით. დიახ. თბილისში შედებოდა მერი. გადამჩენი, მოვლა ბატონოვანო დამხელა ქალაქს და გმირის და შექმნილი გმირი ბატონოვანო. სუპერ გმირი, ბატონი კოკიმენი. აი ესეთი გამომივიდა, კოკიმენი. ბატონი კოკიმენი. ამაზე მაგათ ვერავინ ვერ ახტება ორმოვებს. ეს ყველა საუკეთესო. სასწაული კაცი არის. ანუ ფილმს ხო არ იღებენ ამ კოკიმენი. შეიძლება თუ მოეწონათ იდეა. კი ბატონო, საპარლამენტო უნივერსიტეტის ბატონოვანო. ქალბატონი ანი ნიოტაძე თუ შეხედავთ მის აგებულებას, აი ესეთი ნახატი გამომივიდა. ქალბატონი ანი ჩქიროტაძე. ანი ჩქიროტაძე. ამდენი მიცენ, ან დანამატი მიცენ, არ ყოფნის ხალხს მარტო ხელმასიდა, ჰე.
კი არის ჭხილით კი არის მოსაცხილებით არის ბატონი სოსტო ჯაჭვიანი ბატონო დიახ თქვენ ხშირად ხმობთ ბატონ სოსტოზე კი ახლა წინა კვირა თქვა რომ პირადი ცხოვრება არ უნდა გქონდეს თო აი ესეთი რაღაცა გამოვიდა ბატონო ბატონი სოკო ჯაჭვიანი ბატონი სოკო ჯაჭვიანი კი ბატონო და ყველა უნდა იყოსო პატიოსანიო პირად ცხოვრებაზე ელაპარაკა და და ბატონო სექსის გარეშე მარტო სოკო ამოდის და სოკო ჯაჭვიანი კი ბატონო ბატონი ენერგეტიკის მინისტრად შევეხეთ ბატონო და წარმოგიდგინოთ მოგეხსენებათ მაშინ ლეოპარდის ფეხსაცმელები ესვა მე სხვანაირად ამინახე სხვანაირად შეხედეთ ბატონი ტახი კალაძე აი ეს ფეხსაცმელებზე საშინაოები აცვია ლეოპარდი არის საგარეო და ეს არის საშინაო კი ბატონო ლეოპარდები საგარეო მომდენო ბატონო ძალიან საინტერესო არის როგორც მოგეხსენებათ ჩვენი შედეგების მინისტრი რუსეთში არაბებს ალაპარაკობს სულ თვალს ხუჭავს დაფიქრდი რა შეიძლება რა უნდა გამომეკნებია რა ყველაფერი ისე დავძაბე გონება და აი ესეთი რაღაცა გამომივიდა ბატონო და საგარეიშვილი გვაძინებს ასე გვაძინებს რუსეთში არაფერი თუ ასე გაგზელა ბატონო მალე და საქართველოს კლიანად სამუსეთს აი ესეთი ძალიან საინტერესო მოგესალმებით ბატონი გოგი ისევ აქტუალური არის მაზეც შექმნით ნახატი ბატონი ვან გოგი თოფაძე ვან გოგიდან გამოვედი იზინა მურატყური ახია და აი ეს გამომივიდა ვან გოგი თოფაძე შემდეგ დავაჩქაროთ ბევრი დრო არ გვაქვს აი ეს ჩემი საყვარელი ნახატია მოგეხსენებათ ბატონი თამაზის მოყოლილი ალენდოტი მარტო მაგარო გაიცინა პლანეტაზე მარტო მაგასო მოწონს აი ესეთი ბატონი თამაზ ღრეჭიაური ყველაფერი ცინის პირით შნამით ტანით ყველაფერი ცინის ბატონი თამაზ ღრეჭიაური შემდეგ ეს ჩემი საყვარელი არის მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტმა განაცხადა დიდარი სექსი ხონდაო ასე რომ ბატონო ესეთი ნახატი გამომივიდა საქართველოს სექსიდენტი გიორგი მარგველა შვილი მარგველა ბოლოს როგორ ბოდიში მარგველა ანუ ეს ახლა რას ნიშნავდა ვერ მივხვდი დიდარი სექსიდან გამომდინარე ბატონო იცით რა არის ეს არის საქართველოს პრეზიდენტია ნუ გეშლებათ რაღაცები საქართველოს პრეზიდენტი ცოტა კორექტულად შეიძლებოდა რომ რაღაცა ესეთი ნახატი დაგეხატათ მაინც ეს უმსგავსობებს მაინც გაუღრებთ ხოლმე თქვენს შემოქმედებაში დიახ მანამდე მოსვლები ვიყავი და ძალიან კარგი რაღაცები ხვდა მაგრამ დამეწუნათ ყველაფერი თქვენ მე და თუ არ გიყვართ თუ არ გასიწყებით საერთოდ მოკავარ სტუდიაში მე გეუბნება შენ თუ არ გიყვარხარ ნორმალურები დახატე და შეგიყვარებ და წადით ეხლა აქედან შენ ერთხელ სამუდაო გეუბნები თქვენ გეუბნება შენ გადით აქედან ასე არ გეუბნები შენ იცი ვინა ხარ ვინა ვარ ვინ გაბუნია კი არა ხარ გაღუნია ხარ იმიტომ რომ აი მასო დაგცხებ გაგუნა უწელს შენ ლაშა გაღუნია წამოუშვათ ცრემლები გაღუნია კი არა ხარ აღუნია ხარ აღუნია ბავშვი ტიტი ხელა კაცი მე ამაში განა ველოდი დამპა კარგად გზანდებოდეს გზელდება ჩვენი განაცემა ძირფასო მეგობრებო მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური შაირები სადაც ერთმანეთს შეერკინებიან ბატონ ბიძინა ივანიშვილი და ჭიათურელი დიტო კუპატაძე სიკეთის ღმერთი ხედავს მათს ვაკეთებ მუდამ სხვისთვის ურეკში 64-ს ვიწყობ აი ცხოველ შემთხვევისთვის თუ გინდა ზუგს არ გაქცევდეს შენი ქვეყნის ყველა შვილი მარტო კოსტუმის ჩაცმის დროს ნუ იქნები ხელგაშლილი რუსმა მიწამითვისა აჭარბებენ დოზაში ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა სირაკლემას პოზაში ჯერ პროგრამა არ ქონია ხალხს ეკათე მოქმედოს რამე საქმე გააკეთე უშნოთ რომ დაქვენ მოქმედო
იპოთეკარის წოდვაში არ მივიწვის ბრალიო ჩემგან რამე თუ ეწინათ ცივი წვიმადალიო ბიჭოს ყველა სულია მოხადე შიმშილით და შიშველობით ერის მამა რატომ გესმის პირდაპირ მნიშვნელობით გაჭირებაში რომ ცხოვრობ ისევ თქვენი ბრალია რაღა ჩვენთან დაიბადე ხარობ შვეიცარია ცოტა ხალხიც გამოყვებე რო დაგირჩეს კმაყოფილი აფთანს რაჯანამათურა მექსიკური კარტოფილი საჩხენელებს რაღაც ვერჩი სულსო კვადრობს საურავით რამარტივად დევიკერეთ ანტენით და სახურავით ამ ქვეყანას დიდი გონა მხოლოდ ჩემთვის ვაგვარებ თავი უცხოდ რომ არიგზნო ჭიათურას ვამბადებ საცოდავი მამა ჩემი ქართულ ბანკმა გამიშავა კურსელებსო გადალტევი კლასელმა რა დაგიშავა ხალხი ისეთი ბრძენია ვით მორევი შავი ზღვისა თუ არ ჯერა დაგანახებთ ხელ მეორე დარჩევისას Ангина მიზინა რატო გააჩენები? რატო ავნე ტექსტები? რატო შეცვალე ტექსტები? რატო შეიცვალე ტექსტები? რატო შევცვალე აბა თოფაძის ტექსტი მემღერა ისიო შესტალინი ვით ბელადო ფუშფუშა მრავალფერადო. ისმინიანი ვიდინამიზია რაზმა მერეფონე. რა მოგეთ რით არ მოგეთ თუ შემოქმედება ვერ გავიგე. შემოქმედება გეხვენწემი რომ მიყვინი. აი გასულო კემული ხაშუ. დავოდიეთ დღე. ჯატირანი. მე ჩუბენი. გასულო კემული. რეკლამის შემდეგ ნახავ. გურულებს აქვს მოგვარებული უმარტივესად მოკლე დროში. დაილახა ხალ გულმა, ხო უძებ. აია, მოყოლა. ცოტა დაკავ. ვანოს შოუს სპონსორია სიცილოუნი. ვანოს შოუს სპონსორია ლივანგინი. ლივანგინი ხსნის ყელის ტკივილს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გადაცემის სპონსორია ლიზლი. დაიბრუნა თავისუფალი სუნთქვა. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გაზაფხულის სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია König Pilsner. Heute ein König. König Pilsner. რაუნდა ბიჭო მაგას ადექი უყურე ერთი ნაბიჯით გაცდები მოტრიალდები და ეგრევე თავს ჩაგრავ უეჭველი წითელია დამიჯერე ზედან მატერაცი გამიგეთე რა გადააბი 5-11 ფსონი ევროპა ბეტზე და ყოველ შაბათს მოიგე სუპერ პრიზები ეს ბატონი რეზოა მას აქვს ბილეთი ბარსელონა რეალის ლეგენდარულ თამაშზე მის მოსაპოვებლად ბატონმა რეზომ არ დაზოგა საკუთარი თავი ეს შალვა და მისი ბილეთი ლასკალაში საოცნებო ბილეთის შესაძენად შალომაც ბევრი იწოვა. ეს კი მარიამია, მასაც აქვს ბილეთი, რომელიც ძალიან კარგად იცის. ცოდნის მწვერვალებისკენ მარიამმა არც ისე იოლი გზა განუვა. ესეც ქალბატონი ნატო. მასაც აქვს ბილეთის მოპოვების საკუთარი ისტორია. ბილეთის, რომელიც სხვათა შორის მხოლოდ 10 ლარი შენაძენზე მიიღო. ოღონდ სხვებისგან განსხვავებით, მან ჯერ არ იცის, რომ ამ ბილეთით ის მოიგებს ავტომობილს. ან გახდება ახალ-ახალი გარემონტებული ბინის ფლობელი. ან გადაეცემა 2000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში. ყველაფერი იწყება ბილეთით. მიიღეთ ESP-ს გათამაშების ბილეთი ახლა უკვე 10 ლარი შენაძენზე. სოკარი, UEFA-ს პარტნიორი და Euro 2016 წლის სპონსორი. მთელი საქართველოს მასშტაბით თავის ბენზინგასამართ სადგურებზე 50 მომგებიან ბილეთს ათამაშებს. თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი გაემგზავროთ საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე ან ფინალურ მატჩზე. ბილეთის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯის სრული დაფარვა. იჩქარეთ, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ Energy Card-ის ფლობელებს, ასევე ნებისმიერ თქვენგანს, ვინც ბარათს აიღებს. ყოველ 25 ლარზე ბენზინგასამართ სადგურებზე თქვენ მიიღებთ ერთ ბილეთს. თქვენ ჩვენთან ერთად საუკეთესო განწყობა გენით. სოკარი, ხელს მსოფლიოში.
BTB ბანკის საუკეთესო შემოთავაზება. სესხები ლარში უზრუნველყოფის გარეშე. შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. გადაფარეთ მიმდინარე სესხები ან უბრალოდ გამოიყენეთ თანხა თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისარგებლეთ BTB ბანკის სესხით 5 წლამდე ბადით 45,000 ლარამდე. უზრუნველყოფის გარეშე. შემოგვიერთდით. VTB ბანკი. დიდი უპირატესობა. რომელ ქვეყანაში იწარმოება ლუდი ბავარია 1719 წლიდან? გერმანია, ჰოლანდია, ჩეხეთი, ბელგია. რაჯობია სოფელს, მთები, მინდვრები, სუფთა ჰაერი. ჩვენი ძროხები კი გვაძლევენ ნატურალურ ძეს, რომლითაც ვამზადებთ არაჟანს, ხაჭოს და კეფირს. მთელი ოჯახისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები. სოფლის ნობათი, ყოველთვის ნატურალური პროდუქტები. მაქსიმალური შეფასებით შემოსავლების და დასტურების გარეშე. მიიღეთ კუთვნილი თანხა და თავისუფლად მართეთ თქვენი ავტომობილი. Liberty ბანკი, ყველგან და ყველასთვის. მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად ახერხებს იყოს შენი მუსიკა, შენი ყველა მნიშვნელოვანი მოგონება, შენი თავგადასავალი, გზა, რითმი, სპორტი, შენი მეგზური დატვირთულ დროს და თავისუფალ დროს. როცა მარტო ხარ და მეგობრებთან ერთად. ახლოს თუ შორს. დიახ, ტელეფონი დიდი ხანია უკვე აღარ არის უბრალოდ ტელეფონი და მისი შესაძლებლობები მუდამ იზრდება. რა გასაკვირია, ასე უკეთესია. საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ წკაპლიკაციას. გადახდის მობილური აპლიკაცია Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის. გადმოწერეთ წკაპლიკაცია შენს მობილურში და გაიმარტივე ცხოვრება. წკაპ და გადახდილია. საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. მამიკო, გამარჯობა, ჩემო პატარავ. ცოტა დრო მაქვს. იცი თუ არ საიდუმლო როგორ უნდა ჭამა ორეო სწორად? აიღე ორეო, ჯერ დაატრიალე ის, მერე გახსენი, დააგემოვნე ის. შეერთე ნახევრები ერთად და ჩააწერ ძეში. შენ ძალიან სწრაფად სწავლობ. კიდევ ერთხელ მაჩვენე? ორეო. სვიან დღეს 10 წუთი აკლდა გიორგი უკვე სამსახურში იყო. 11 საათზე დანარჩენებიც მოვიდნენ. უფროსის მოსვლამდე გიორგიმ ყოველი შემთხვევისთვის ხვალინდელი პრეზენტაცია მოამზადა. 3:30-ზე სამსახურში უფროსიც მოვიდა და დანარჩენებიც ამუშავდნენ. 4-ზე შეშფოთებულმა უფროსმა განაცხადა, რომ დამკვეთმა პრეზენტაცია დღეისთვის გადმოიტანა და 20 წუთში მოვიდოდა. გიორგიმ უთხრა, რომ ამისთვის მზად იყო. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა. დამკვეთი კმაყოფილი დარჩა. გიორგი კი მიხვდა, რომ თვის თანამშრომელი ამ თვეშიც თვითონ გახდებოდა. გიორგი დღეს იყო სვიანი და ამიტომაც აღნიშნავს ამას მეგობრებთან ერთად ლუდით სვიანი. იღბლიანი დღის ბოლოს ლუდით სვიანი. გახადე დღე სვიანი. მე ეკონომისტი ვარ. 2 შვილის დედა. ბიოლოგი. მე 5 შვილის მამა ვარ. მე ცეფაპატიტი მქონდა. თავიდან როდესაც გავიგე. ძალიან შემიშინდა. მეგონა ყველაფერი დამთავრდა. არანაკლებ ძიმე იყო იმის გაგება, რომ პრეპარატი არსებობდა. მაგრამ ჩემთვის არ იყო ხელმისაწვდომი. მეც ჰეპატიტი მაქვს. ვირუსით ინფიცირება მრავალი გზით არის შესაძლებელი. არასწორი დამოკიდებულება ხელს უშლის მკურნალობას. კლავს სტიგმა და არა ვირუსი. შენ ვისაც ჩემსავით. ცე გაქვს. ვიცი რასაც გრძნობ. ნუ ვარ გეშინია. ცე ჰეპატიტის მკურნალობა უკვე უფასოა. საქართველო, ეს შეძლო. ვის დავამარცხე? ხელმეორედ დავიბადე. დაამარცხებ შენც. დავამარცხებ ჩვენც. მკურნალობაში ჩართული პაციენტების 90%-მა ვირუსი დაამარცხა. მომავალი ცეს გარეშე. ჰიტაჩის საიდ-ბაი-საიდის სარკისებური მაცივარი. მოაქვს უმაღლესი ენერგოეფექტურობა სიცოცხლისთვის. ინვენტორის წყალობით დამატებული ერთი გაგრილების სისტემა გაციებისთვის და ერთი გაყინვისთვის. ორივე ყინულის და საკვები პროდუქტებიც ცივდება სორ ტემპერატურაზე.
Hitachi ეკოტექნოლოგია. ახალი განსხვავება ყოველდღიურად. Hitachi. საღამოს ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი ოლდაირიში. აღმოაჩინე ირლანდიური გემო. 4 აპრილიდან აღმოაჩინეთ უსაზღურო წარმატების მაგია ჩვენ არხზე. სტანდარტი, რომელიც ამ შოუზეა, ჩემთვის არის ძალიან მაღალი. რუსთავი 2-ზე X Factor იწყება. X Factor-ის castings გახსნილად ვაცხადე. გრანდიოზული მუსიკალური პროექტის ახალი სეზონი და წამყვანების შესანიშნავი დუეტი. მუდამ ენერგიული რუსკა მაყაშვილი და ჩვენი პროექტის ახალი სახე ერეკლე გეძაძე. მენტორთა ახალი გუნდი მუდამ პრინციპული ნიკა გვარამია. და ახლა მაღალი განაცხადია და თანამედროვე ქართველი დივა სოფონი ჟერაძე. ჩაგვიტარა აქ რაღაცა სასწაულები. ევროვიზიის ქართველი ვარსკვლავი ნინა სუბლატი. ცა რაღაც არის შენში იქსური და X Factor-ის გამარჯვებული მენტორი გიორგი გაბუნია. დაგამუღამეთ ნამდვილად. ახალ სეზონში მენტორებს რთული ამოცანაელით. მე ვამბობ არას კონკურსანტების ბრწყინვალე შემადგენლობა და გამორჩეულად დახვეწილი საშემსრულებლო ხარისხი. X Factor-ი 2016. ახალი წამყვანები. აიგრე. ახალი მენტორები და დიდი წარმატების სრულიად ახალი სიმაღლე. 4 აპრილიდან ყოველ შაბათს 22 საათზე ერთად აღმოვაჩინოთ X Factor-ი რუსთავი 2-ზე. X Factor-ს წარმოგიდგენთ ზედაზე. აბარა. X Factor-ის სპონსორია Queen-ი. კამფეტი კარამელით, ქიშმიშითა და მიწის თხილით. დაუვიწყარი გემო. ბარამბო. X Factor-ის პარტნიორია ონლაინ სესხების კომპანია კრედიტონჯი. დღეს რუსთავი 2-ზე. ბიძია, ვერ მივხვდი რა ჟღაბნი მადანა ასე ლამაზად. რომ დავფიქრდი ჩემო ლეიმურას, რაღაცეებში არ დავეთანხმე პიკასოს და გადავწყვიტე შესწორებები შევიტანო. თუ რამხელა იმ კაცს ჩამარტყი, ჩემი უარგესი თავი რა ვთქვი? ხო არ გავიტასაო, ნორმალა. დღეს გამოუშვი ერთი მომავალისთვის მიუჯეტი. ვანო შოუს დამთავრებისთანავე. რატომ მაყურებინებ ცხოველების იბიერ? სტრიპტის კლუბში არიან ყველანი. რაო მერე, რას ვაკეთებთო? ხნავთო. ნახე ნორმალ. კალაკაეცო. ვეფხის ტრაუსანი რა პოჩი გაცვია ფეხზეთო. ტარიელა ხარ? რატომ არ მიყურებს ახლა ჩემი სოფლის ბირჟა? სად ვარ გაჩეთული ჩემი კაი ნიკოლაი ფერისუბანი. ის კლოუნი მაინც არის სვენებს. მე მართლა მჭირდები და იცოდე რომ უშენოდ არ გამომივა არაფერი. მოვიფიქრებ. შეიძლება? შენ სამსახურები. რატო აიყვანე? რითი ვეღარ დავთხოვდრინე შენი ქალები თო? შო დამთავრდა. სალამით. მე მინდა რომ იცი. აი მე არ მინდა ესე ყო რა მიტრაკი. რა, უნდა შეურიდე? ეს წადი ხა შემოირიდეს. ხო გავეკიდო. რა იგონოსო მართალი. რაც მიკეთებ ღმერთო რა. ენატრებ. ჩემი ცოლის დაქალები. პარასკევს 23 საათზე. ახალი კულინარიული შოუ რუსთავი 2-ზე. შაბათს 10 საათსა და 45 წუთზე. ჩვენი არხის გურმან მაყურებელს ქეთის სამზარეულო თავგადასავალი ელის. და დავამატებ ჯადოსნურ ინგრედიენტს, ვერ წარმოგიდგენიათ, არ გამლანძღოთ, ეს იქნება არაყი. ეხლა ისე არ გააკეთო რა. არა, ხო. ვინმეს არ დარჩეს, თამაში რომ შენს არ მოგეწონა. კულინარიული შოუ ქეთი ბაქრაძისგან. არ გამოტოვოთ. მე ჩემი ნარმანია მაოცე, ხა მაგისტადე ხმრებს ამოწე. ეიმნის და რიანას ახალი სიმღერის პრეზენტაცია.
საღამოშვიდობისა გიორგი. ჩამოსულების სკოლის პრობლემები გადაცემა არქივაში. დილობა მაინც გესწავლა ჩვენგან. კითხავს თუ სამ პასუხს დაელოდეს თო. თო გისწავლე, ესე იგი რაღაცა შევიდა შენ პირში. ჩემი კერძო მასწავლებელი მასთან იმან მასწავლას. თოფაძეა ნაღდი თოფაძეა, როცა გამიჯერა. სანეპიცაგურის რევიზია ბაზარში. ძველი ეძახი, ამისთვის 500 ლარს ამისთვის დაგიწევ. რა შეატყე ახლა რომ ეს ძველია ეძახი. ბიჭოს დელანო SSSR. აწერია. ვასილ ფხაკაძის რაინდობის ავენტილური ტრიადის პლებეური სკოლა. არის გასარგებლობა მოაქვს რუსეთს. ჩინჩლავს. ვირას საღამოს ეთერში. კომედი შოუ რუსთავიორზე. გადაცემის სპონსორია ეფექტი. ტიპისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალება. გაგიხმარებათ წელიწადის ნებისმიერ დროს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართვეთ ექიმს. ვანოს შოუს სპონსორია სიცილოუნი. ვანოს შოუს სპონსორია ლივანგინი. ლივანგინი ხსნის ყელის ტკივილს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გადაცემის სპონსორია ლიზლი. დაიბრუნე თავისუფალი სუნთქვა. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ვიფასო მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ზურა შევარდნათ. ზურა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ვიდა გითხრა სულ გიყურებ, იმიტომ რომ ის სფერო რომელშიც შენ მოღვაწეობ ხოლმე ტელევიზორში სულ გიყურებ. თუ მაინტერესებს მეც რაღაცეები და მე მგონი ბევრი გიყურებს და ბევრმა იცის შენ შესახებ რომ არაჩვეულებრივი მებაღე ბრძანდებით. მადლობთ. არაჩვეულებრივი, თან არაჩვეულებრივი გურული კიდე ერთი ეს არის თავარი. ეგ უფრო მნიშვნელოვანია. კი. ვიცი რომ ძალიან კარგი იუმორი გაქვს. არუჩივი. კი ბატონო. რა ხდება გარდენიაში? დუხს და გადადუხს. გაზაფხულია, ხო? ხო არა, იმიტომ რომ ჩემი სტუმრობა ორმაგაცა სიამოვნოა ჩემთვის. ერთი იმიტომ რომ კარგი იუმორი გაქვს, რა თქმა უნდა, მეორე ის რომ რა ქვია, სასარგებლო ხარ. შენ ახლა იმდენი ხანი ხარ უკვე მაგ გარდენიაში. ასე მგონია რომ ნახში რო ჟანგ შეისუნთქავ და ჟანგბაც გამოგით. და ახლა ჟანგბაც დაკლებობა გვაქვს. სუფთა ჰაერზე ვარ ერთი სუფთით რომ იყოს ასე. რო გითხრა, როგორ ახარ? კარგად, შენი რა გზავ თავს. მე მახსოვს შენი 105-ის არტები ახლა ჩვენი. როდის როგორ გახსოვს? კაი მახსოვრება გაქვს. როგორ არა მე ახლა რადიოს 20 წლის წინანდელი ამბები გახსოვს. მაშინ რადიო გქონდა მარტო ადამიანებს, ტელევიზორი არ იყო. შუქის არ იყო. აი ანა კარენა გამზდელი და რაღაცებს უკითხულობ. იყო. შენ მე ვიფიქრეთ ესეთი რაღაცა ზურა. აი მაგალითად ახლა ბევრი ფილმი არის, რომელსაც შეიძლება თავისი ახსნა ჭირდება რაღაცა კილოკავზე, მაგალითად გურულად. ხო, ყველა სხვანაირად ვერ იგებს, ჩვეულებრივ ენაზე და ცივილიზებულ ენაზე ასე ვერ იგებს ყველა ადამიანი. ხო და აი მაგალითად ფილმი ლამაზმანი ხო ნანახი გაქვს. ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი თამაშობენ. უნდა მქონდეს ნანახი ბავშვობაში, მე მგონი ბათუმში უყურე რაღაცა ისეთი ვაგონი და იმ ვაგონში ვიდეოები რომ იყო, აი ხო და მე მინდა რომ მაგ ფილმის მოკლე შინაარსი რომ გააცნო სცენარი გაქვს შენ როგორ სცენარი მაქვს ოღონდ გურულებისთვის და კარგად თქმა უნდა ჩვენთვისაც ყველასთვის ნახოთ აბა ყველა კუთხის შვილებისთვის მაგრამ აი გურულები უფრო კარგად გაიგებდნენ ამ სცენარს ასე იწყება მე მგონი აქ ასე წერია რომ იყო ერთი ქვეყნის ნათრევი დედაკაცი ფრახი ოშმეშა და ბოშლაგიზდა $100 ომარ უცვლიდა ფეხსო ისე წერია ლამაზი ხალი იყო მაგრამ რადგინდა ბოზი რომ გამოვა ხალი კაპიგია მე მის ფასი ხო და იდგა ეგ ათახსირებული ხალი თელი დღე შარისპირას და მწვალობდა მისდა მწვალობდა ძვილა ირჩენდა თავს ხო და კაი ორპოჭიკე გოგო ქე იყო ყველა ყაბას იხდენ და ძალიან იწონებდა თავს ამ შარისპირზე შარისპირზე იმისი მაღლე ჩექმები ეცვა ყაღამ კისრამდე ხო და ყაღამ კისრამდე კი ბატონო ხო და გუუჩერა ერთ დღეს მაშინა ხო და აი გადიკუნცხა და ჩუყო თავი შით მაშინაში ხო და არც მეტი არც ნაკლები რიჩარდ გირი არ ჯდანაში ხო და ჩეიჟინა აი ფრახი დედაკაცი ხო და უჩივ ახლა აი ბიჭი რაცხა მინდა შენდანო ახლა აი ქალიც უჩიო რომ მეც მინდა რაცხა შენგანო ხო და ატყდა იქინი ერთი ამბავი თელი ხუანხვალიზაციან თელი ამბები და რაფე ჩვენ ღნეშოდით თელი 90-იანი წლები იმფერი ღნეშო ატეხეს გი
ასე 10 წუთი პეპლავდნენ ერთი მეორეს. ხო და იხوانხვალეს კასხანს და მერე ბიჭს ამუვარდა სული ამუვდა პირში. დეიძახა არ იქაო და ეთავდა გათავდა ყორიფერი. ახლა ხო და კინოს ბოლოში უშველებელი ლიმუზინით მიადგება აი ამ კაცს. აი მიდის იქ ინახა მთელი ამბავი ასე კარა აი მე მოკლედ ჩივით არა. ხო და მიადგება ამას აი ახლახანე ამოყოფს თავს ლიმუზინიდან აი ძელი ლიმუზინია ოპერატორები რომ შობიან ჩვენთან ქორწილში ისე ასე ზეით რომ ამოყოფს და ბუკეტი ეშურავს. ხო და მიადგება ხანი ამ ლიმუზინიდან წყალაზე აძრება და მოკლედ მე თელი ცხოვრება არიან ერთად აგენი. ხო და გაყობა აი ხალი მოკლედ და ბოზი უძახეშენ მშვენიერად კი აწყო საქმე გამოვიდა ის ასიყვარულო ამბავი და მშვენიერი ოჯახით შეიმქნა ასე ჩანა ყოველ შემთხვევაში. ახლა რაია მთავარია ხანე მიხდით ახლა მორალი რაია მორალი დღეს იმფერი დრო იმევიდა ხალი ვარგოდეს და ბოზი იქნება ფრახი ოშმაში ბოჟლაგირდა არიკაცი აღარ კითხულობს მაგ ამბავს მთავარია ხალი ვარგოდეს ხალი აი ამდენი მიზავილაპარაკე აი რომ მეთქვა აი ბოლოს რომ მეთქვა მორალი იყო ეგ მაგარი მაგრამ ერთი ეს სიტყვები ამიხსენი რა არის ოშმეში დავიდა რა თქვი ფრახი ოშმაში და ბოშლაგირდა ბოშლაგირდა არის ხალი რომ ასე მოუხერხებლად რომ იქცევა ბოშლაგირდობს მოკლედ ასე რომ ბოშლაგირდა ოშმეში რა ოშმეში აი ულვაშიანი მოუწესრიგებელია ასე ბანჯგულიანი ხალი კარგი ფრახი ფრახი რაფერი ხალია რაფერ ახლა ახსნა უნდა მაგი რაღაცნაირად უნდა მიგახვედროთ ასე ხალი ხო უნდა იჯდეს ასე ყოხტათ არა სკამზე ხო უნდა იჯდეს ასე სხვების დასანახად ასე რომ ჯდანა ეგ არის ფრახი ასე მოშფებული რომ ჟი იმას ქვია ფრახი ხა ეგ არის ფრახი ხალი ქვია მაგას ზასასაცილოა კარგი იცი რა უნდა კითხო ნუ ერთი ძალიან უცნაური კითხვა მაქვს აბა ბძანე უცნაური უნდა გამცე პასუხი ხე დადის ისე წავიდა საქმე მე მგონი დაფრენასად არა მართლა ისე ბომბსრე გავხსნი მე ვიცი ხე რომელიც დადის დაცურავს და რა ვიცი ყველაფერს აკეთებს ხო და აწი იფრენენ კიდეც მე მგონი ისე მიდის საქმე კი ბატონო აი მაგას ხეზე მინდა დაგისვა ესეთ კითხვა ახლა მებაღე ხარ და გეცოდინება ის ხე რაც მიექ გადარჩება ვაიმე დედა რთული შეკითხვა ამიტომ მოდი არ გიპასუხებ და ერთ ამბავს მოგიყვები გურიიდან მე მამიდა მყავდა თალიკო და ეს თალიკო ჩემი პირადი მამიდა კი არ იყო მაგრამ მთელი შევარდნაძეების მამიდა იყო ყველა მამიდას მიმართავდი ბაბუა ჩემის მამიდაც იყო მამა ჩემის მამიდაც იყო მამდა დედას ვიცავარ ჩემთვის იყო თალიკო მამიდა და ყველასთვის თალიკო მამიდა იყო ხო და ამ თალიკო მამიდას ჰქონდა მშვენიერი ისტორია ერთი და ჩვენ ბავშვებს ახალგაზრდებს გვიყვებოდა ხოლმე უკვე ასაკში შესული რომ ესე იგი ქალიშვილობაში დაეცა მეხი ბავშვებს პატარა ბავშვებს ასე როგორც ვიჯერთ ხოლმე და ვიყვებოდა რომ დაეცა მეხი მერე ჩემმა დიდმა ბებიამ ეს მეხ დაცემული ხალი წაიღო ჩამარხა ქვიშაში რომ ეს გამუხტულიყო რაღაც უნდა მეთოდიც არსებობს ეგეთი და ჩვენ ასე უსმენთ ეს რა იყო ხა ჩვენთვის წარმოიდგინე შუქი არა წყალი არა თო სვიმ ინგრევა ყველაფერი ჩვენ თალიკოს უსმენთ ეს ფეჭთან გვიყვება ამ ისტორიას და ერთი ისეთი ბეჯუერა ბიძაშვილი მყავს და ყველაფერს რომ მოატყუებს და დააჯერებს კაცი ისეთი და ეკითხება დედა თალიკო მამიდა რაფერ გადარჩი თალიკოს პასუხი საგადავრჩი ისია მაგხიზამბა გადარჩება საგადარჩება თალიკო მამიდა სხვათა შორის ერთადერთი იყო მთელ სოფელში რომელიც აზროვნებდა ფიქრობდა და ამას არ ერიდებოდა ამ აზრის გამოთქმას ძალიან თანამედროვედ და ევროპულად ნუ იქ იყო ხოლმე სოფელში ამბები, როცა ორი რომელიმე ჩვენი თანასოფლელი ერთმანეთთან რაღაცა გააბამდნენ შური მურს და წესი და რიგით ამათ ერთმანეთთან ყოფნა არ ეკუთვნოდა ამ ყველა დანარჩენის აზრით. თალიკოს გარდა ყველა დანარჩენს მიაჩნდა რომ ესენი ერთად არ შეიძლება რომ იყვნენ მეზობლები არიან. ერთადერთი იყო თალიკო მამიდა რომელიც ამბობდა, ნუ მაგრამ ამბობდა ჩუმად, იმიტომ რომ ისინი ჩაქოლავდნენ, ის ყველა 99 ამას ხო მოკლავდა. ჯო იმას თუ უნდა და ამასაც თუ უნდა შენ რა გინდა? იმაშია რომ იმასაც თუ უნდა, ეხლა მეც მეთანხმები თალიკო მამიდას, იმას თუ უნდა და ამას თუ უნდა შენ რა გინდა? კი ბატონო. სამი ძრები, რა გინდა? ხო, ეჭუბებოდა. კი და სხვათა შორის ამბობდა კიდევ ბევრი სხვა აზრიც ჰქონდა, მაგრამ ამბობდა რომ ვინმეზე რო იტყოდნენ რომ ისა რა ქვია, აი რაფერ გიკადრა მეზობელთან, რაფერ არ შერცხვა. სირცხვილი გიორგი შენი სირცხვილი ასე თავისთვის წყრებოდნენ. თალიკო თავისთვის ჩაელაპარაკებდა ისე, იმიტომ რომ მოკლავდნენ. აბა რა ქნას ახლა მაგიზე მოსკოვშია რო
აშკარად გიორგის მხარეს იყო. ხო, იმას თუ უნდა, ამას თუ უნდა. იმასაც უნდა, ამასაც და შენ რა გინდა? კი ბატონო. ხო და ამ ბოლო დროს ბევრჯერ გამახსენდა ეგ ამბავი. შენ რა გინდა? სამიძრები რა გინდა? ის კამერა რა ჯანდაბა. იმას თუ უნდა, შენ რა გინდა? რა გინდა? იმას თუ უნდა, რა კამერა გინდა, ის გინდა ეს. ეს გინდა. გუშინაც იყო დიდი დაჭმა. ტელევიზიებში კი ბატონო. განაცემებში ხო ამბავი. არა, კიდე მინდა 1-2 გურულებზე კაი ამბები. 1-2 შემიძლია პელომამიდას ამბები მოგიყვეთ ასევე. პელომამიდა. პელომამიდაც ასეთი განსაკუთრებული ხალი იყო, ისეთი გამორჩეული და ძალიან ამასთან ერთად ძალიან მოსწრებული ენა ჰქონდა და ყველა ამ დასმულ შეკითხვაზე თუ ბუღალტერი იყო სხვათა შორის და ამბობდა რომ იპარავდა ფულს. ასე ამბობენ ახლა მე არ ვიცი, მაგრამ ამბობენ. ხო და ბოლოს ამბობდა, ბოლოს უკვე ხანში შესული რომ ბიჭო ამბობენ რომ ვიპარავდიო ფულსო. კოლმეურნეობიდან მაშინ, კოლმეურნეობის ბუღალტერი იყო. ხო და ამბობენ რომ ვიპარავდიო და რას მე ვიპარავდიო? გასკდა ქვეყანა 2000 მანეთს თვეში, მეც ხო ვერ მოვიპარავდიო. ამაზე ამდენი ხელფასში იყო 120 მაინც 2000 მე წარმოიდგინე. გასკდა ქვეყანა რა მოვიპარავდიო. ყავდა ამ ჩვენს პელომამიდას ყავდა მეზობელი ემელიანი, რომელსაც ძალიან შეთანხმებული, შეხუმრებული იყო და ძალიან უგებდნენ ერთმანეთს. ამას მეუღლე აღარ ყავდა, ჟაველიძე იყო ეს ბატონი ემელიანი, ძალიან საყვარელი ადამიანი, პელომამიდაც არაჩვეულებრივი და მარტო ცხოვრობდნენ, იმას ცოლი აღარ ყავდა, ამას ხმარი აღარ ყავდა და ძალიან დამეგობრებულიც და შეამხანაგებულიც მთელი ცხოვრება ერთად იცხოვრეს, ესე ჭიშკრები უყურებენ ერთმანეთს და მიაკითხა ერთჩვენიერ დღესაც პელონ ამ ბატონ ემელიანეს და ეძახის ემელიანე, ხალი არ დაკრავს გურიაში, საკლავს. ქათამსაც არ დაკლავს. ითვლება რომ ეს კაცის საქმეა. სისხლი ხო, სხვერპლს არ უკლებ. ხო და მიაკითხა და ემელიანეს თხოვს რომ ემელიანე დამიკლა უნდა ბიჭო, გოჭი უნდა დამიკლაო, ბაღნებს ველოდებიო და უნდა მოვიდნენ ხოლმე და გოჭი შენ უნდა დამიკლაო. და ემელიანემ უთხრა რომ არ დაგამადლი, ხომ იცი პელო დაია, მარა ხომ იცი რაფერი ხელცოცხალი ვარო. ეს ნიშნავს რომ ისე ვერ დავკლავ როგორც ეს წესი და რიგა და დიდხანს იფართხალებს მსხვერპლი. ამას ნიშნავს გურულები ამას ადვილად იგებენ. ცოცხალი ხელი მაქვს ნამეტანი პელო და ვერ დავკლავ გოჭსო. სხვა ვთხოვოთ ვინმესო. და ეს პელო ძალიან გაწბილებული მობრუნდა და უკან გზაზე თავისთვის ლაპარაკობს. რა ვიცი, ისე რომ ემელიანსაც ესმის. რა ვიცი ემელიანე რომ დაჭირდეს კაც სხვა ყველაფერი კვტარი გაქვს ბიჭო და ხელი გაქვს მან და მაინც ცოცხალი. რა კარგია, სლაფიკური. კარგი იყო, კარგი. ხო. შენიერია გურია. კიდე ვითხარი 1-2. 1-2 ნათელა ჯაველიძე მყავდა მე ყოველთვის პერსონაჟად, მიყვარდა არაჩვეულებრივად, ქართულის მასწავლებელი იყო და ლიტერატურის და ენის მასწავლებელი. ყავდა მეუღლე კუკური ნინიძე და არაჩვეულებრივი ოჯახი იყო საერთოდ. ძალიან კარგები იყვნენ, გამორჩეული და ესეთი საინტერესო ოჯახი და კარგი მასწავლებელი უნდა ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ისტორია მოუყვე, რომ არ ემთხვევა მაინდა-მაინც იმას, რომ კარგი მასწავლებელი და პედაგოგი იყო. ნათელა მასწავლებელი ამტკიცებდა, რომ გალაქტიონ ტაბიძე არ იყო კაი პოეტი. მაი აფერი პოეტი არ იყო. ამბობდა ასეთ საშინელებას და მე ამ საშინელებას ხსნიდა ასე. ბიჭო, კაცი რომ ერთ და იგივე ლექსში, ერთ და იგივე სიტყვას 5 გზობა გეიმიორებს, მაი არის ტავტოლოგია. და ამ ფერკაც პოეტობაზე პრეტენზია აღარ უნდა კონდეს. კაცი რომ იტყვის, ქარი ქრის ერთ ლექსში 5 გზობა, ქარი ქრის და კიდომ ქრის. პოეტი კაცი თუ ხარ და პრეტენზია გაქვს პოეტობაზე გალაქტიონს. ასახი აი ბუნებრივი მოვლენა 3 სიტყვით, ქარი გლეჭს ყორისფერს. რა მარტივი მიდგომარი. კარი გლეჭს ყორისფერს. დამთავრდა ლექსი. კუკური მასწავლებელს, ანუ გეომეტრიის და ალგებრის მასწავლებელს და ნათელა მასწავლებელს ქონდათ ზიარი სათვალე. ერთი სათვალე ქონდა, ბრეზინიანი ცალთვალე არ ქონდა, მეორე გაბზარული. ხო და პირველი გაკვეთილი ქონდა ქართულის გაკვეთილი და ნათელა მასწავლებელი ავსებს ჟურნალს. შემოდის კუკური მასწავლებლების მიერ გამოგზავნილი მოსწავლე. ნათელა მასწავლებელო კუკური მასწავლებელმა გაომიშვა აჩქი გათხოვოსო. დედა რაფერ მომსხო ამ კაცს მასე იტყოდა ნათელა მასწავლებელი. ხომ უთხარი ბიჭო, მაცალე ჟურნალის შეფსება მეთქი. მოიხსნიდა ასე და გაბრაზებული გააწვდიდა ასე. ჩვენ ჩამოვართნოდით ამ სათვალეს და გადავცემდით იმ მოსწავლეს. ეხლა მეორე გაკვეთილზე გვასწავლის ალგებრა მათემატიკას წერს კუკური მასწავლებელი. ეხლა დაფაზე. ხა შემოდის ნათელა მასწავლებლების გამოგზავნილი. კუკური მასწავლებელო ნათელა მასწავლებელმა გაომიშვა აჩქი მათხვე. მაგის ეს სამთვალეს ისვრიდა. მე რომ მოუძებნით ამ სათვალეს, გადავცემდით იმ მოსწავლეს, მე საბანკეტო ცერემონიაზე უყიდეთ ორივე სათვალე ვარ. და აჩუქე დაისწენე. ანუ ის სათვალე ვისი იყო, არ იყო ცნობილი. ზიარი იყო. ხოთაშორი ძალიან საინტერესო წვილი იყო. სკოლაში რომ მოდიოდნენ, ცოტა მოშორებით ცხოვრობდნენ, დაბალი ეწერი ქვია იმ სოფლის ნაწილს, სადაც ცხოვრობდნენ და
უყურმასწავლებელი წინ მოდიოდა პაპკით, ნათლამასწავლებელი ჩანთით, უკან მოყვებოდა. და ეს დისტანცია იყო ყოველთვის 10-15 მეტრი. უყური თუ გაჩერდებოდა ვინმეს მიესალმებოდა, ნათელად ჩერდებოდა. რატო? თუ უფრო ახლოს არ მისულიოდა ერთმანეთთან. წავ გაიწავიდა და უყური წავიდა ნათელად. ერთმანეთთან უფრო ახლოს არ მიდიოდნენ. კარგია გურია. კი ბატონო, კარგია გურია. მაგრამ მე მინდა შენს პროფესიას დაუბრუნდე. მე ვიცი რომ არა მარტო საქართველოში საზღვარგარეთაც დადიხარ ხოლმე რაღაცა ჯიშები ჩამოგაქვს თუ არ ვწდები. კი, არის სამთარში მებაღეებს გვეძლევა ამის ფუფუნება და დრო გვაქვს. შარშან ირანში ვიყავი. ირანში. ამ ინტერესით რომ იქიდან ჩამომეტანა ბევრი ბროწეულის განსაკუთრებული ჯიში და განსაკუთრებით ვეძებდი ზამბახის და იასამნის ჯიშებს. იასამნის. და მივადექით ერთ ჩემს კოლეგას რაში ახმად რაღაცა ადამიანს რომელიც ძალიან ამაყი იყო თავისი მცენარეთა კოლექციებით, მართლა კარგი მებაღე იყო და ვიფიქრე არიქა მეშველა ვიშოვნე ეს ჩემი იასამნები, მაგრამ რადგან და ვერ გავაგებინე ვერაფერი ამ ადამიანს. რატო? სხვა ენაზე სპარსულის გარდა არ ლაპარაკობს. ძალიან შევეცადე რომ რაღაცა პროფესიული ტერმინებით მაინც მივახვედრო ამ იასამნის შესახებ, ვერაფერი. არავით არის შედეგი და ძალიან ვცდილობ რომ ეს აუხსნა რომელ მცენარეზე ველაპარაკები. უწერ, მე ძალიან შევეცადე ფოტო ვერ ვნახე რომ იასამნიანი ვაჩვენო, მე ავდექი და ლათინური სახელით, ლათინურ ასოებს ვერ კითხულობენ. ავდექი მე ფერი ვეუბნები რაღაცამ გამოიერა აცვია იასამნის ფერი, აი ვეუბნები სუნი, მაისი, აი ასე ხელით ვაჩვენებ და ძალიან ვცდილობ რომ აუხსნა, მაგრამ ვერაფერი. მე ვიხარ მოდიო ჩაი დავლიოთო, ჩაი ბუხურუმ, წავედ ჩაი დავლიე. და ზივარ ახლა ჩემთვის მაინც იმედი მაქვს რომ იქნება როგორმე მივახვედრო რას ვამბობ და სალფეთქზე დავიწყე ხატვა. იასამნის მტევნის ასე ყვავილის და ხატავ და უცებ ამ კაცმა გამომგლიჯა ეს ფურცელი. იასამან? სპარსულად იასამანია? იასამან? სპარსულად იასამანია? სპარსულად არა მარტო იასამანი, თუნდაც ზამბახია, ვარდია, აივანია, პანჯარა, უთოა, ჯიბეა და ეშორსა გვიყონს. ჯიბე ხაშლამა გამიგო. ხაშლამა, შამპური, ჟანდალი, მაყალი და ყველაფერი თურმე ყველა მეორე სიტყვა ქართულში. კი ბატონო. კარგი, იცით რა მინდა, რადგან შენ ახლა წარმატებული გურული ხარ. მე ვიცი ნახევრად ბახვიდა ხარ, ხო თუ არ ვწდები? კი, დედა მყავს ბახველი და იქ ოდასახლიც კი მიდგას. ოდასახლის დადგი, ხო? ხო და ზუსტად მაგ თემაზე ჩვენთან არის, ჩვენს ყავს გუნდში წარმატებული გურული. სხვათა შორის ახლა დააფუძნა ახალი ორგანიზაცია გურულოლოგია. გურულოლოგები იკრიბებიან. პროფესიითაა გურულოლოგი. კი, ისწავლობენ გურულ ენას. ეჭვი მაქვს ვის კლინჩელება ეგ იყოს. ხო, ჩხავერის მეურნეობასთან ცხოვრობს. ჩხავერის დაღმართზე ცხოვრობს, დიახ, ეს კაცი. თუ შეიძლება შემობრძანდეთ რომ აგვიხსნათ ახალი სიტყვებით, ბატონო, მობრძანდით. სალამი ბანო. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ? რა ვიცი, რა ვქნა? გურულები შევხვდით, როგორ რა ვქნა? ხო, მუშაობთ. მუშაობთ. შემოსავალი? არ უჩივით, ჭიშკრიდან. უჩივით, ესე იგი, თუ მუშაობ, შემოსავალი თუ გაქვს, რავარი გურული ხარ, ხო? ეს ახლა ვანოს ამბავში იმოში რომ. მუშაობ, რავარი გურული. მე ახლა მოგიტანეთ რაღაცა სიტყვები და ახალი რაღაცები მინდა რომ გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს. აბა ნახო, ტოლს არ დაუდებ, იმედი მაქვს. რაღაცები წინ მივდივართ ახლა. მართალია მეცნიერებაში მე არ ვარ ასე. ხო, ახლა გურულოლოგია და ეს მთელი რეგალიებს აღარ ჩამოვიხლის ამბავი. ხო და ეს სათვალეს გავიკეთებ ახლა, რომ ოი, შენ რა გითხარი, ფერ გამოფრანჭულა უკვე. ეს რა არის კაცო. ცოლსეც გუშინდა. ჟანდაბა. მართლა გურულოლოგი არ გეგონება? სად არის? ხო. მოკლედ. ჟანდაბა. აივანი დავამთავრეთ გუშინ სვარკისის. სად არის? ბიბოვე. ხო, რა ხდება ახლა? ჩვენ საერთოდ საერთოდ ბოდიში ბატონო ხო ახლა რა ხდება ჩვენ საერთოდ გურულებს რითი გამოვირჩევით ვანო ხო ჩემო ბატონო ახლა ვართ ძალიან ეკონომიური ხალხი თვითონ ყველაფერში იზოგება ამბავი ამით გამოვირჩევით ხო მაგალითად საუბარში ჩვენ ახლა ზედმეტი წინადადებები რა საჭიროა საერთოდ როცა გაგ ორი ბგერა ხო აი მაგალითად
ანუ ის ადამიანი. ანუ ის ადამიანი. ბატონო, რას ნიშნავს ი? ანუ ადამიანი ის ადამიანი. ეს ადამიანი. რას ნიშნავს თუ იცი? გამომართვი გეთაყვა. ინებეთ გეთაყვა. ბატონო, რა თქინდა ხო გააქვს? ორი ასობგერა მშვენიერი. ასეთი მაგალითად ერთი სიკვდილი გავათავე ეს რო გავიგე. კიდე მაგალითად ხო? ანუ რა ეგ როგორი ფიქრეთ ჩემზე რა? ანუ რა მობძანებულა ვაჟბატონი. ასეთი კიდე მაგალითად ანუ ეს უკვე მეტის მეტი ამდენი თავგასულობა. ეს არის. ნამედა ის მოგივათ. ხო, ასევე ბევრი ნივთი სხვათა შორის სასმისების მთელი ნაირსახეობი ჩვენი მოგონი გურულების მოგონილია, მაგალითად ყანწი. არ ვიცი რამდენად იცი გეცოდინებენ. ყანწი მოიგონეს გურულებმა. გურულებს რა ყანწი რა რა. იცი ძალიან მარტივად შეიძლება ამის სახსნა. ხო, ყანწის ფორმა წარმოიდგინე, როგორ მარტივია. აი ეს დიდი ხარჯია სამუდრია. წვრილდება. აქ კიდე რა გვაქვს ხო ჩვენ? ეხლა ბოლო პერიოდში ხომ რაღაც სექსზე და რაღაცებს საუბრობენ იმაში ტელევიზორში და სისულელე ხარჯავენ დროს, ენერგიას, კვდებიან ჩხუბში, აკლავენ თავს ერთად და საქსის თავიც აღარ აქვს მერე. როცა გურულებს აქვს მოგვარებული უმარტივესად მოკლე დროში. დაინახა ხალი გურულმა ხო უცებ აი ახ მოგოლა. ძო დათო. დამთავრდა ამბავი. გურულმა მოწონებაც მოასწრო, გაცნობაც მოასწრო, სახშიც დაპატიჟა. ცოლათაც მოიყვარ ბავშვებს ეყოლა და თავი შეაყვარა ამასობაში. თავი შეაყვარა ამაშობაში. თუ არ არის ბოლოს იქუქია მაშინ ხალმა იუარა. ეს ამბავია კი. მე სხვათა შორის ახლა მარტო გურულოგით არაში სიმღერა ახლა ასეთი საოცარი გვაქვს, ვიცით ახლა საოცარი სიმღერა გვაქვს. კი, მე სხვათა შორის ვაპირებდი გუნჩიც მინდოდა მეღერალა, მაგრამ რატოღაც თითის გამო დამეწუნეს. ეს რაღაცა ეს თიც ახლა ვერ შლიმე კარგად ბოლომდე ხოლმე. ხო, მოკლედ ასე მე ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს. წავედი ახლა გურიაში ორი ახალი სიტყვა გამოიგონეს სხვათა შორის და ხვალ პრეზენტაცია და უნდა ჩაუსწრო. აბა კარგად იყავით ჩემო ბატონო. კარგად. აბა კარგად. მოკლედ ბოლო შეკითხვა მაქვს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი. მეც მადლობა. ჩემთან ერთ-ერთი საუკეთესო გურული ხარ მინდა გითხრა. მადლობ. თელ საქართველოში მე ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს გსებ, მაგრამ ბოლო შეკითხვა ის ხე გადარჩება? შენი მტერი გადარჩა ისე იმ დღეს რო რჩა. მაგრამ შეიძლება გადარჩა. ასე ამბობენ გურულები, ასე ხშირად იშველებენ ხოლმე. შენი მტერი და დამაწყევარი იგენახოს იმ დღეში, იგიხეი რომ ახლა დღეშია და ირომ იტანჯება. გადარჩება, არ გადარჩება, ვნახოთ ერთად. კი ბატონო, დიდი მადლობა ზურა შევარდაძე იყო ჩვენი გადაცემა. მადლობა. ფასო ტელემაყურებელო დღეს მე ამით გებშვიდობებთ ერთმანეთს შევხვდებით იგივე პარასკევს ახლა უნდა გავიქცე თევზები უნდა დავრგო ხე თუ დაცურავს თევზი რო დავრგოთ არ შეიძლება თევზმა გაიხაროს ხეივანი მინდა ასაკრით